ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით ბატონ ირაკლისთან რუსთავში, კოსტავას 23 ნომერში, მაღაზია კალიფში. კი ბატონო. ირაკლი, დღეს რა იარაღი გინდა რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს? მოგესალმებით პირველ რიგში. ეს არის ლეგენდარული ბრაუნინგი, ისედაც ესე ბრაუნინგი რა, ბრაუნინგ, ჯონ მოზეს ბრაუნინგის შთამომავალი, ასე ვთქვათ რა, აი იმ ტრადიციების გამოგზავნებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული იარაღი დამზადებულია იაპონიაში, მაგრამ ფესვები და წინაპარი ჯონ მოზეს ამერიკელი ებრაელის ხო, აშთია მოკლედ რა. რატო ხალხი არის? ებრაელები ჭკვიანი ხალხია და იარაღიც ეგეთი არის? იარაღიც ჭკვიანია, კი, ჭკვიანია, მაგრამ ჩვენ საბუნი ამის ფასი რო არ ვიცით ჩვენ 3000 ლარი რა. თუ 3000 ლარი ყოფილა, ხო, თითქმის რა, მაგრამ 2999 ლარი ძალიან ლამაზად ჩანს, როცა კი, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ამ იარაღის თუ ლარი მაქვს. დანარჩენს ვიშო. კარგი, ირაკლი, მოდი აბა მაშინ ახლა ის მითხარი, ჩვენ წინა გადაცემა გავაკეთეთ ტიკაზე, როგორც მე მახსოვს, ტიკა TS3-ზე და რა სხვაობა არის ამ ორ იარაღს შორის. აი რამე ისეთი გრანდიოზული და განსაკუთრებული თუ არის. აი რატომ უნდა ვიყიდო მე მაგალითად ის იარაღი ან ეს იარაღი? აი რა შეიძლება რომ ვთქვათ? ეგ გემოვნების ამბავია პირველ რიგში, ანუ ფინანსაიეთში თუ იაპონიას ახლა ეგ თემაა და კალიბრი. ეს არის 300 კალიბრი, ის როგორც მახსოვს იყო 3006-ები ტიკები. დიახ, ორივე ტიკა. TS3-ზე იყო საუბარი, ხო? TS3X. დიახ. ეს არის აბოლტი ბრაუნინგის 300 კალიბრზეა. განსხვავება იმ კარაბინებსა და ამ კარაბინებს შორის არის ის, რომ ეს ჩვენ უფრო მასიური საკეტი გვაქვს, აი ეს მასიური ჯამპეტია და სამი საბრძოლო კბილით არის. დააკვირდი წინა მხრიდან ეგ სამი კბილით იკეთებ. კი ბატონო, 2 2 3 გვირგვინივით. გასაგები არის. რამდენად კარგი სვლა აქვს? ისეთივე სვლა აქვს, როგორც ძალიან კარგი სვლა აქვს ამასაც, ძალიან რბილი სვლა აქვს. იდეალური. მოგეხსენება, რომ ეს განვითარა ტექნოლოგიები და როგორც ადრეულ კარაბინებში იყო ხოლმე სადაც ჯაჯგური გვჭირდებოდა ხოლმე საკეთე ჩაკეტვაზე. ეხლა ეს ტენდენცია უკვე მოხსნილია, ეს პრობლემა აღარ არის. ანუ ისეთი მაღალი დონის და ზუსტ ჩარხებზე ხდება ამ დეტალების დამზადება, რომ იდეალურად მორგებულია ერთმანეთზე დეტალები. გასაგები არის. გაძლიერებული აქვს საკეტი, გაძლიერებული აქვს ჩამოკეტვის სისტემა. წონაში იგივეა, ესეც პლასტიკის კონდახსია. განსხვავება ის არის, რომ იმ შემთხვევაში თუ მცველის ღილაკი მოთავსებული იყო მარჯვენა მხარეს, კარგად გახსოვს და ეგ იყო სადღაც. კი. ეხლა მცველის ღილაკი არის უკან არის გადმოტანილი, ხო, ამ შემთხვევაში. როგორც გლობალურ თოფებში ახლა და მინიშნება AC და წითელი ღილაკი უკვე ნიშანია იმისა, რომ იარაღი გააკეთებს გასროლას. გასაგებია. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იარაღი ტიკა TS3-ისგან განსხვავებით ბიუჯეტურია. ფასით კი სხვაობას საკმაოდ კარგად იძლევა და ხარისხობრივ რა სიტყვოდი? ხარისხობრივ დიდი სხვაობა არ იქნება, უბრალოდ ფასით სხვაობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს იარაღი იქ შემთხვევაში უჟანგავილით იყო და ეს უკვე შავი ლულით არის, დაფარულია გზევიდან ხავიანი დაფარვით და უბრალოდ იაპონიაშია დამზადებული. ანუ ის ფინეთშია დამზადებული, ეს იაპონიაში დამზადებული და ეს მარკეტინგის ამბავში ცოტა სულელებს იძლევა. გასაგებია. ტვისტი ხო არ იცი ამ იარაღის? 300 კალიბრია და ალბათ 1 და 9 იქნება, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით უნდა იყოს. როგორ შეიძლება რომ გავიგოთ ხოლმე ტვისტი, საწერია ხოლმე? ტვისტი როგორც წესი ლულას უნდა ეწეროს. ორი საშუალება გვაქვს. აი ჩემს საკუს მაგალითად აწერია, კი, ამ შემთხვევაში დაწერა არ გვაქვს. პასპორტში შეიძლება ინახოს ტექნიკურ დახასიათებებში ამ ლულის ტვისტი. ლულა აქაც 51 სანტიმეტრია და პასპორტი თუ არა გვაქვს, ამ შემთხვევაში ხდება ლულის შიდა არხის გამოკვლევა. ანუ გამოკვლევას გულისხმობ სახლის პირობებში შეიძლება მაგის ორგანიზება. ზუმბა უსულად ჩომპული, ქართულად ზუმბა, იდება ლულაში, ინიშნება და
მონიშნავ ამ ზუმბას ვჩადებ ბოლომდე. დიახ. მონიშნავ. ხო და გამოწევ უკან ხრახნებს მიყვება ეს ზუმბა. დატრიალდება და რას ამდენ სანტიმეტრში გააკეთებს ერთ ბრუნს უკვე. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. იარაღზე როგორც თავიდანვე ვთქვით, ეს არის 308 კალიბრი და მე გეტყვით ესეთ რაღაცას ხახნო რომ 308 კალიბრი, აქაც 3 ცალი ჩადის? კი, 3+1. ევროპული ვერსია ეს. ევროპული სტანდარტია, კი. გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ პირადად მე მაგალითად ლოსი მყავს მონადირებული 308 კალიბრი, თქვენ ეს ვიდეო ალბათ უკვე გეკნებათ ნანახი. საკმაოდ მარტივად. ლოსი არც თუ ისეთი პატარა, აღა პატარაა, ლოსი დიდი რავი არის და მაინც ყოფნის. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ნებისმიერ არსებას, რომელიც ჩვენთან არის დაშვებული სანადირო ნუსხაში, ყველას დაარქვეს. ერთი პირობით. თუ მოხდა იქ, სადაც უნდა მოხდეს. ანუ თუ სროლა ვიცით. თუ სროლა ვიცით. რა თქმა უნდა. შენ შემთხვევაში დაბაში დავწუნდით უკვე და. ის ვიცი ყიდის ახლა სხვა შემოგევლე, მადლობა ქათინაურისათვის. ირაკლი, რა ფასი აქვს 308-ს ჩვენ მაღაზიაში? ფასი ამ ტყვიებისა იწყება საშუალოდ რა. 5 ლარიდან და ადის 10 ლარამდე დაახლოებით. გვიწერი, აი ეს მაგალითად ფიოკის ვაზნა არის, რომელიც 6 ლარი ღირს მაგალითად. საკოს ვაზნები უფრო ხარისხიანებია, უფრო მაღალი ხარისხია. საკოსი არის, აგერ მაგალითად სუპერ ჰამერინგი. სუპერ ჰამერ ჰეადი. ანუ სუპერ ჩაკუჩთავია. ჩაკუჩთავია. ეს ღირს 8 და 99, თითქმის 9 ლარი. მაგრამ დამიჯერეთ ხახნო რომ ძალიან მაგარი ვაზნები არის რა. მოკლედ ფასები ბევრნაირი გვაქვს თქვენ. არჩევანი არ დიდი მოკლედ რა. ფასების სხვადასხვაობა გამოწვეულია სიძლიერის მიხედვით, გრეინების მიხედვით, რაც უფრო ძლიერია ვაზნა, მით უფრო მაღალია ფასი. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეიძინოთ, ძალიან გაგვახარებთ ჩვენც და გაიხარებთ თქვენ გულსაც. ხო, არჩევანი დიდია მოკლედ. არჩევანი დიდია. ირაკლი, ეს არის თუ არა ის იარაღი, რომელსაც იყიდი და ეგრევე წახვალ სანადიროთ? სამწუხაროდ დაგჭირდება სამიზნე მოწყობილობების დაყენებაზე. ჩვენთან მაღაზიაში იყიდება თუ არა? ჩვენ მაღაზიაშიც არ და სხვაგანაც შეიძლება გამოწერთ შეიძლება. ბაზა ზედვე აქვს ამას. დიახ. სამაგრებია ის. 2 ნაწილიანი. ეს შემთხვევაში ერთი თლიანი რელსი იყო კონაწილად არის გაყოფილი, იმიტომ რომ ექსტრაქციას ეს ზევიდან ახდენს და არა გვერდიდან როგორც იმ შემთხვევაში, ტიკა შემთხვევაში. დიახ. მაგრამ აქ თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერი სამიზნე მოწყობილობა, კიდე ოპტიკა, კიდე კოლიმატორული მოწყობილობა და უკვე გამართული იქნება იარაღი. ანუ ღია სამიზნე მოწყობილობა იარაღს არ აქვს. დატოვებულია ხრახნი, რომ დავამატოთ მოხრჩ კომპენსატორია მაყუჩი, სონდ მოდერატორი. შეიძლება თუ არა ამ იარაღით შორტ დისტანციებზე სროლა? შესაძლებელია, მაგრამ ეს 50 სანტიმეტრიანი ლულით არის. თხელი პროფესორია და დამსუბუქებული ვერსია არის. შეიძლება ვნახო ხელში? კი ბატონო. შორ მანძილებზე ამ იარაღით სასურველი არ არის ყოველ შემთხვევაში. გონიურულად შორი მანძილი ხა 600 მეტრზე მეტი ამითი სტარტული იქნება, იმიტომ რომ იარაღი არ იძლევა თვითონ ამის საშუალებას. უნდა ვთქვა ხახნო, რომ საკმაოდ სუბუქი არის და ძალიან კარგი იქნება, ასე ვთქვათ, ფეხით გადაადგილებისას ამ იარაღის მოხმარება. და კომფორტული არ მოედება არაფერზე, ტყეიანში გაიზრდები გამოიდება. დიახ. შეგიძლია ურჩიო ჩვენს მაყურებელს რა ბიჯის შეიძლება ავიღოთ ოპტიკა? არა, უკვე ინდივიდუალური თემაა. აი პირველი ფოკალი ზოგს მოსწონს პირველი ფოკალი, ზოგს მეორე ფოკალი მოსწონს უფრო ზოგს განსხვავებული ოპტიკა კოლიმატორი მოსწონს, ზოგს დიდი გაზრდილი. ანუ სულთა გემოვნების საკითხია. ეს ახლა ეს იარაღი, ისეთი იარაღია, რომ მე რო ჩემი რო იყოს ეს იარაღი, ალბათ უფრო მოსარეკეს ოპტიკას, ეგრეთ წოდებული ზაგონიქს ბჭყალებში ისე უზოლტო იმის ხარობ. მე ვაპატიეთ მოსარეკის ოპტიკას დავაყენებ ესეთ, რომელიც არის 0-დან რაღაცამდე, ხო? ან 1-დან რაღაცამდე. 0-დან 8-მდე, 0-დან 6-მდე საკმარისია. ითავსებს ორივე კოლიმატორის ფუნქციასაც და ოპტიკის ფუნქციასაც. 0 გადდებაზე ჩვეულებრივ როგორც კოლიმატორიას ეხმარებთ. ცოტა შორმანძილზე გადადების შემთხვევაში ოპტიკური მოწყობილობა უბრალოდ გიჩვენებთ, რომ იყოს ალბათ პირველი ფოკალური დაფით, იმიტომ რომ უფრო მარტივი, ჩემთვის უფრო მარტივია. დიახ, გასაგებია. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. ჩემო ირაკლი, სალოყე მოძრავი აქვს ამას თუ არა? არა, საწუხაროდ არ აქვს მოძრავი. მოძრავი არა. ვერ ამოუწია და რა შეიძლება რაღაცას გიეძებო.
ახლა მოძრაობს, მაგრამ ოპტიკის შემთხვევაში ხდება ხოლმე სალოყის საწევა, რომ კომფორტული იყოს ოპტიკაში გახედა. გასაგებია. კარგი, ნუ ამ იარაღზე მე ვფიქრობ, რომ ბევრს ვერაფერს ვეღარ ვილაპარაკებთ, ბრაუნინგია და თვითონ ლაპარაკობს ბრენდი თავის თავზე იდეაში. ყველაზე გაყიდვადი იარაღი არის სხვათა შორის ამერიკის ბაზარზე. კი ბატონო, ამერიკაში ძალიან მოთხოვნადია და დავამატებ იმას, რომ იარაღი მზადდება იაპონიაში, იაპონია გამოირჩევა ყოველთვის გამოირჩევა და დიხანია ბრაუნინგთან ურთიერთობს იაპონია და ყოველთვის მიროკოს ქარხანაში მზადდება და გამოირჩევა ყოველთვის მაღალი ხარისხის იარაღით. ანუ იაპონიაში დამზადებული იარაღი ყოველთვის არის ხოლმე ძალიან მაღალი ხარისხის. ანუ ძალიან ყურადღებას აქცევენ ეს ხალხი თვითონ ქვეყანაც ერთია, ძალიან კულტურული ქვეყანაა, ტრადიციების მოყვარული ქვეყანაა და ძალიან სკრუპულოზულად უყურებენ ნებისმიერ საკითხს. ყველაფერს აკეთებენ დაწვრილებით, ძალიან გემოვნებიან, ძალიან აი სინდისიანად და გემრიელად მოიტყვიან რა ხარისხის დაცვით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ესეთი ამომწურავი საუბარი გქონდა დღეს და მე გეტყვით ჩემი მხრიდან ესეთ რაღაცას, რომ 3000 ლარის ფარგლებში ბევრი არ მეგულება ამ დონის იარაღი მეგულება. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოხვიდოთ, იხილოთ, ხელით შეეხოთ, შეამოწმოთ, რამდენად მართლები ვიყავით და ირაკლი. ძალიან პოპულარული კალიბრია 300-ა. ამ განხილვაში ძალიან კარგი. ხო, გელით, გაშლილი ხელით. კარგად ვიყავით.